შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. თვარიანი ღამე, მეოთხე. ნუ კიჟინებ სატრფო, შენ სამ გოსანსა გულის თქმას. ნიკოლოზ ბარათაშვილი. ნავახშმებს ყველანი ტყისკენ გაეშურნენ. ვენახი გაიარეს, ჭიშკარი გააღეს და მერმე თვარით განათებულ მინდორზე გავიდნენ. მინდვრის კიდეზე მუხნარი იყო. იქვე ისეთი მწვანე, ნაზი და ხავერდოვანი მთები აზღუდულიყვნენ, თითქოს მხატვარს მთელი თავისი უნარი და საღებავი გაუღია ამისათვის, რომ ეს სინაზე და ხავერდოვანი მწვანე ფერი სრულყოფილი გაეხადნა. ვარდო, იონა და სტეფანე ერთად მიდიოდნენ. კორნელი და ნინო კი ცოტა მოშორებით, ისე რომ მათი საუბრისათვის ყური არ მოეკრათ. რა უტანელი ყოფილა იონა, უთხრა ნინომ კორნელის. მისი გარდაქმნა შეუძლებელია, ამას უნდა შეურიგდეთ. იმ თავის პატარა და ღარიბ ქოხში რაჩინებული ბიბლიოთეკა ჰქონია. მართლა კორნელი, რისთვის ცხოვრობს იონა ისეთ ქოხში? ჰკითხა ნინომ. კორნელიმ შორიდან დაიწყო. იონას მამას ლევან ჩხეიძეს თვალუწვდენელი საყანე ადგილები, საძოვრები და ტყეები ჰქონია. ცხენის ჯოგი, ხარკამეჩის ნახირი ჰყოლია. მის ტყეში მოჭრილი შეშა ნახევარ ქუთაისს ამარაგებდა. ერთი სიტყვით მდიდარი მემამულე, მკაცრი კაცი, გლეხების მტანჯველი ყოფილა. იონა წაშჩხუბებია მას ამ ნიადაგზე და ხალხოსნური იდეებით გატაცებულს დაუგმია მემამულეთა და თავადაზნაურთა ცხოვრება, როგორც თვითონვე გვიამბობს. იგი დაჩაგრული გლეხკაცობის მოტრფიალე და მისი მფარველი გამხდარა. იონა მამას გაჰყრია. მიწის მცირე ნაკვეთი აუღია იმდენი, რამდენსაც საკუთარი შრომით დასძლევდა. შიგ ფიცრული ქოხის მაგვარი ის პატარა სახლი ჩაუდგამს. თავდაპირველად ძლიერ უჭირდა თურმე იქ ცხოვრება, რადგან თავადაზნაურობას ჭკუაზე შემცდარ ადამიანად გამოუცხადებია. კარისმერეთის გლეხობა და მთელი თემის მოსახლეობა კი თავის მოამაგეს ხედავდა ამ უცნაურ ადამიანში. საავადმყოფო, მდინარეზე ხიდი, სკოლა, თეატრი, სამკითხველო, მისი თაოსნობით დაარსდა ამ დაბაში. ძალიან საინტერესო ადამიანია, შენიშნა ნინომ. ეგ საინტერესო ადამიანი არაერთხელ გაგვიშრობს ჩვენ სისხლს კარისმერეთში, წამოსცდა კორნელის. ნინომ გაკვირვებით შეხედა. კორნელიმ თავი გაანება იონას და ნინოს კითხა. როგორ მოგეწონა კარისმერეთი? კარისმერეთი მშვენიერი ყოფილა, საუცხოო ბუნება, მიუგო ნინო. მუხასთან შეჩერდა და თვარით განათებულ, ცხვირწინ ამართულ მთებსა და ტყეს მიმოავლო თვალი. ფეხზე მესტების მსგავსი წითელი წუღები ეცვა და კორნელის დაბალი ეჩვენა. კლავებიც თითქო უფრო დაწვრილებია და კერტიც არ ედგა ისე მაღლა. იქნებ ეს ამ შილიფად შეკერილი საშინაო კაბის ბრალიაო, გაიფიქრა კორნელიმ.
თვალში წუხილი და სევდა შეატყო მაყაშვილთა ასულს და ჩუმად უთხრა: რა ბედნიერი ვარ, თქვენ რომ აქ ახართ. კარისმერეთში თქვენი ჩამოსვლის იმედი ამდენ ლოდინში კინაღამ დამეკარგა. კორნელიმ აღელვებული ხმით მიუგო: მე მხოლოდ აქ ჩამოსვლის იმედით ცხოვრობდი. რისთვის არ მოიწერე ბორჯომიდან წერილი? შენობით დაიწყო ნინო. არ ვიცი ბორჯომში იყავი თუ ისევ ფრონტზე. არ ვიცოდი რა მეფიქრა. დეპეშა მაინც გამოგეგზავნა. დამამშვიდებდა. კარისმერეთი ასეთი ლამაზი ბუნებაა, მე კი ოთახიდან არ გამოვდიოდი და დღედაღამ ვკითხულობდი თქვენი ბიბლიოთეკის წიგნებს. არავინ იცოდა მიზეზი ჩემი კაეშნისა და რადგან არავინ იყო ისეთი, რომ გამეზიარებინა ჩემი ფიქრი, ეს კიდევ უფრო მტანჯავდა. არ შეიძლება ასეთი გულციობა, კორნელი. ოდნავ გაბრაზდა ნინო და მერე ისევ მოფერებით უთხრა: აპატიე საყვედური, ძვირფასო ნინო, ყოველივე იმის შემდეგ, რა ჩვენ შორის მოხდა, განა შენი დავიწყება შემიძლია? კორნელიმ ხელი მოჰკიდა მის პატარა გრილ ხელს და ქალი მუხის ჩრდილში მიიყვანა. კორნელი, ნინო, ნუ იმალებით მაგ მუხის ქვეშ. დაიძახა ამ დროს იონამ. კორნელის იონასათვის არ უპასუხნია. ხელი გაუყარა მკლავში ნინოს და ისე წაიყვანა მთვარით განათებულ მინდორზე, ისე ნელა, კაცი იფიქრებდა კი არ მიდიან, მიცურავენო. ცოტა ხნის მერმე ვარდომ საათს დახედა და განაცხადა. პირველი საათი ყოფილა. კორნელი დაღლილია. უნდა მოისვენოს. ნინო, შენი დაწოლის დროც გავიდა. როდესაც შინ მივიდნენ, ვარდო და ნინო გამოემშვიდობდნენ ხეიძეებს. ტერეზამ აივანზე გაუშალა ლოგინის შვილს, მამის ყოფილ ტახტზე. თუმცა სტუმრები ვარდო და ნინო დაწნენ, მაგრამ იონა, სტეფანე და კორნელი კიდევ დიდხანს საუბრობდნენ. ლაპარაკობდნენ მსოფლიო ომზე და თურქეთთან ომზე, ევროპის ქვეყნების პოლიტიკაზე, საბჭოთა რუსეთზე და საქართველოს მომავალზე. ტერეზას რული მოეკიდა. ის და სტეფანეც მალე წავიდნენ დასაძინებლად. იონა კიბეზე ჩავიდა, ღობეს მიადგა, თავისი პატარა ეზოს ჭიშკარი გააღო და თავის ქოხისაკენ ნელი ნაბიჯით გაეშურა. იგი მარტოხელა, უცოლო კაცი იყო. კორნელი აივნის სვეტთან იდგა და იონას უცნაურობაზე, მისი ხასიათის ორმაგობაზე და მარტოობაზე ფიქრობდა. მერმე აჯამეთის ტყეს და მთას შუბანს გახედა. დიდი სიჩუმე იდგა კარისმერეთში. სიჩუმეს ხანისწყლის გრიალი და შხვილი არღვევდა. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. კარისმერეთის ცა ღვიოდა და ლაპლაპებდა გაჩირაღდნებული საყდრის გუმბათივით. მთვარის ნათელი სათიბის ბოლოში აღმართულ მთებს დასდგომოდა. მთებში მთვარის შუქი სვეტებად ჩამდგარიყო. სუბუქი ბურუსით მოცული შუბანი და მომყოლი მთებიც ნაზად გამოიცქირებოდნენ. თითქოს ჰაეროვანი, უსხეულო არიანო. გადნებიან და სივრცეში გაქრებიანო. რამდენჯერმე განუცდია კორნელის გაზაფხულის და ზაფხულის მთვარიან ღამეში ასეთი სათუთი გრძნობა იმერეთის ამწვანებული არემარისა და ნაზი მთების ჭვრეტისას. პირველად ბავშვობის ჟამს განიცადა, ეზოში ქოლგასავით გაშლილ ამ დიდ ცაცხვის ქვეშ. ბასაკეთ მეორდება დიდი ბუნების წინაშე ეს განცდა, სავსე სიმშვიდით და რაღაც შეუცნობი კაეშნით. ასეთი განცდა ასუფთავებს და ამაღლებს მის სულს. ტახტზე ჩამოჯდა,
ტანისამოსი გაიხადა, სკამზე დააწყო, დაწვა. აბრეშუმის საბანი გადაიხურა და მშობლიური სახლის აივანზე მკვდარსავით დაეძინა.